ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის კონკრეტულად დღეს, როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანების უფლებების დაცვაზე, ამ შემთხვევაში ქალბატონმა და ყველა ადამიანმა უნდა მიმართოს სოციალურ სააგენტოს, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს ან შესაბამისად იურისტს მისი უფლებების დასაცავად. რამდენიმე ორგანიზაცია და ინსტიტუცია, პირველ რიგში ადამიანის უფლებათა დამცველები, სოციალური სააგენტოები, საქართველოს პარლამენტი, ადგილობრივი დეპუტატი, მუნიციპალური დეპუტატი, ყველა ვალდებულია, რომ კონკრეტულ ადამიანის კითხვას გასცენ კონკრეტული პასუხი. მე არა მაქვს ამჟამად გამზადებული სასაშუალება რომ უპასუხო, მაგრამ მე მზათა ვარ მივიღო მოქალაქის წერილი და ნებისმიერ ვითარებაში შესაბამის უწყებებს მიმართო შუამდგომლობით, რათა აღდგენილი იქნას კანონიერება მოქალაქესთან მიმართებაში. სახელმწიფო ზრუნავს თითოეულ მის მოქალაქეზე. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე სახელმწიფო ზრუნვა. ჩვენ კიდევ ერთი ზარი გვაქვს ეთერში. ალო, გისმენთ? საუბრობთ ზანჯინზაჯურა. ასეთი შეკითხვა არის, ესე იგი, იმისათვის, რომ პოლიტიკაში ქალის როლი აქტიური ის ამისთვის 2012 და 2013 წლებში რა იგეგმება ამისთვის? რომ აქტიურონ ქალები. პირველ რიგში ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არჩევნები არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებმა გამოხატონ თავისი ნება და დამოკიდებულება გარკვეული გადაწყვეტილების მიღების დროს. ამერიკის ელჩის 1 დეკემბრის გამოსვლის დროს თითოეულმა ჩვენგანმა ალბათ მოვისმინეთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება ეგრეთ წოდებული დემოკრატიის ოფისები, სადაც ქალებს და ასევე კაცებს ექნებათ საშუალება, რომ ჩართულები იყვნენ მთელი წლის განმავლობაში იმ პროცესებში, რასაც გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების წარმართვა ჰქვია. ამასთან ერთად ქალებს და კაცებს ექნებათ საშუალება, რომ იყვნენ დამკვირვებლები არჩევნების დროს, დაიცვან თავიანთი ხმა და თავიანთი უფლებები. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას კანონმდებლობის ფარგლებში, სამოქმედო გეგმის ფარგლებში ყველანაირი ხელშეწყობა იქნება, რომ დამკვირვებელი ქალის უფლებები და შესაბამისად იმ ადამიანებისა, რომელიც იქნებიან წარმოდგენილი, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა თავიანთი ხმების, თავიანთი უფლებების დასაცავად იყოს განსაკუთრებული, რადგან თუ კი ჩვენ ეს შევძელით და თუ კი ჩვენ ეს ბოლომდე მივიყვანეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომელიც საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობისაკენ არის გათვალისწინებული, თავისთავად ხორ შეისხავს. ამიტომ ძალიან ბევრი თითოეულ ჩვენგანზე არის დამოკიდებული, ჩვენს მონაწილეობაზეა დამოკიდებული. დიდი მადლობა პასუხისთვის. Formatı tamaşaçımız deməli sizin sualınıza cavab olaraq Ruzudan xanım qeyd edir ki, deməli seçkilər yeganə vasitədir ki, onun vasitəsilə insanlar öz hüquq və öhdəliklərini bildirə bilirlər, deməli göstərə bilirlər. Amerika prezidenti demografiya ofisi açır, deməli hər bir bölgədə və həmin bu ofislərdə qadın və kişilər qadın və kişilərin fəallaşmasına, onların deməli seçkilərdə müşahidəçilik etmələrinə və hüquqlarını öyrənmələrinə yardımcı olacaq və həmçinin Gürcüstanın fəaliyyət planı 2012-2013-cü il fəaliyyət planında da həmin bu qeyd olunmuş demografiya ofisi və buna bənzər insan hüquqlarının daha da yayımlanmasına köməkçi olacaq həmin bu fəaliyyət planı. Kəlbətən olsunlarımız davulunda düşən şəkillər რომ აი როგორც ქალბატონი ხონდათ სიკვდილები ან პრობლემები სამსახურში იქნება ეს პოლიტიკაში თუ
თუ ბიზნეს სფეროში ქონიათ იმის გამო რამე უსიამოვნება ან დისკრიმინაციის სახე ჰქონდა იმის გამო რომ თქვენ ხართ ქალბატონი პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მაშინ როდესაც ქვეყანაში იყო კორუფციული გარემო ქალის ყოფნა ბიზნესში თავისთავად იყო ძალიან რთული ისევე როგორც ნებისმიერი ქალის და მამაკაცის თავისთავად ცხადია რომ მამაკაცები უფრო მეტად ძლევდნენ ამ გარემოს და ქალისთვის ეს იყო განსაკუთრებულად ძნელი რადგან ძალიან ძნელია ჯერ პირველ რიგში იყო ქალი რომელიც მონაწილეობს ამ გარემოში და შემდეგ დაძლევის გამოწვევები მე მინდა გითხრათ რომ 2003 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ გარემო გადამწყვეტად შეიცვალა ამ მიმართულებით რადგან იყო ურთულესი პერიოდები როდესაც ქალი გარიგებაში თუ არ შევიდოდა გარკვეულ სიტუაციაში ის ბიზნესს ვერ აწარმოებდა ეს 10 მაგი გამოწვევაა ქალისთვის 10 მაგი საფრთხეა ქალისთვის და კორუფციულ გარემოში თავისთავად ცხადია ქალები ნაკლებად მონაწილეობენ ვერ მონაწილეობენ ეს არის დიდი წინააღმდეგობა ქალებისთვის ძალიან დიდი წინააღმდეგობა არის და ძალიან დიდი სირთულეა ჩვენ კიდევ სტუმარი გვყავს ეთერში სატელეფონო ზარია გისმენთ У меня вопрос. Да, мы вас слушаем. Алло. Добрый вечер. У меня вопрос. Вас плохо слышно, если можно повторить вопрос. У меня вопрос к юристу. Да, мы вас слушаем. Алло. Да, слушаем вас. Знаете, я хотела бы узнать, какие... Если можно, чуточку от экрана отойдите, пожалуйста. Для того, чтобы злостных неплательщиков алиментов, это не имеет разницы какого пола, как можно вообще их штрафовать или какие механизмы воздействия существуют. Дело в том, что есть люди, которые не хотят брать на себя обязанности родительские и выплачивать алименты. Они фактически списывают свое имущество на родителей или других членов семьи и вот этим злоупотребляют. Есть ли какие-то механизмы воздействия? Спасибо. ჩვენ იურისტთან არის ასეთი შეკითხვა, ანუ ეს ეხება იმ მამაკაცებს, ვინც იხდის ალიმენტს და ცდილობს რაღაცით თავი დაიცვას, ანუ თავი შეიკავოს, რაღაც ხერხებს მიმართავს და არის თუ არა რაიმე მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ ასეთი პიროვნება დაისაჯოს ან აიძულონ ის ადამიანი, რომ გადაიხადოს ალიმენტი თავის ოჯახს, გადაუხადოს შვილებს. იძულების ღონისძიება ამ შემთხვევაში არის ის, რომ მოხდეს იძულებითი აღსრულება და მოქალაქე მიმართოს ამისათვის შესაბამის სამსახურს, ანუ საახსრულებო ბიუროს. შესაბამისად მათ აქვთ მრავალი ბერკეტი იმისათვის, რომ მოახდინონ აღსრულება, თუ კი ნებაყოფილობით გაფრთხილების შემდეგაც ის ნებაყოფილობით არ იხდის ამ ალიმენტს, მას უფლება აქვთ, რომ აღსრულება მიაქციონ მოძრავ ნივთებზე ან უძრავ ნივთებზე, მაგრამ თუ კი მისი საშუალებაც არ იქნა, საბოლოოდ ყველაზე ესეთი მწვავე ბზომა არის ის, რომ შეუძლია დავუშვათ ამ ადამიანს შეიტანოს საჩივარი სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის, რაც შემდგომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს, მაგრამ ეს არის უკიდურესი ზომა. მანამდე უმჯობესია, რომ აღსრულების მეშვეობით მოუგვარდეს ეს პრობლემა. შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ გადაცემას ქალის ხმა და ჩვენ ეთერში ახლა პატარა რეკლამა. პატარა რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ ბრუნდებით ჩვენ გადაცემას. ქალბატონ რუსუდან ჩვენ სტუმრებო ქალბატონ მაიელისო. არის ასეთი მოსაზრება საზოგადოებაში, რომ თითქოს იმის გამო, რომ ქალი უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ბიზნესში, პოლიტიკაში, საზოგადოებაში, ან თუნდაც იმის გამო, რომ შესაძლოა ქალს მეტი შემოსავალი აქვს
ხელფასი ამ შემთხვევაში. ამით ოჯახს, მამაკაცის პრესტიჟს, ოჯახის ერთიანობას რამე ზიანს ადგენს. ამ მოსაზრებას რა კომენტარს გაუკეთებთ და ზოგადად მამაკაცებს უნდა ეშინოდეთ თუ არა წარმატებული და საქმიანი მეუღლეების ესეთი შეკითხვა. მე გავცემ მაშინ პასუხს, რომ მე მიმაჩნია, პირველ რიგში არ უნდა ეშინოდეთ მამაკაცებს წარმატებული ქალების და მithumetes წარმატებული მეორე ნახევრისთვის, პირიქით ეს მათთვის უფრო უნდა ეამაყებოდეთ, რომ მათ გვერდით უდგათ. ანუ თუ ხარ ცხოვრებაში წარმატებული, ნიშნავს, რომ ხარ ძლიერი და ძლიერი ადამიანის გვერდით ყოფნა ყოველთვის საამაყოა და საიმედოა, რაც თავარია და რაც შეეხება იმას, რომ ეს ქალის ჩართულობა საზოგადოებაში, ბიზნესში, პოლიტიკაში ეს ზიანს აყენებს, ამით ზიანს აყენებს ოჯახს, აი მე ვერ დავეთანხმებოდი ამ მოსაზრებას, იქიდან გამომდინარე, რომ პირიქით შეუძლია შეუძლია სარგებლობა მოუტანოს მხოლოდ და მხოლოდ ოჯახს, ქალის აქტიურობამ და არანაირი ზიანი და რა ვიცი, ჩემი მოსაზრება ესეთია. მე უკავშირავად დიდ ბოდიშს მოგიხდით, სტუმარი ყავს ეთერში, გისმენთ ტელემაყურებელი ეთერში, гисмент? Да, мы вас слушаем. Алло. Слушаем мы вас. Да, мы вас слышим. Я знаете, что хочу спросить? Вот этот ЗАГС со скольких лет уже законным считается? Брак со скольки лет считается законным? Да. მე გიპასუხებთ მაშინ, ანუ ზოგადად ქორწინებაში სრულწლოვანების ასაკიდან არის მისაღები, მაგრამ კანონი უშვებს ასევე 16 წლის ასაკს მიღწეული პირის ქორწინებასაც. და შესაბამისად მშობლების ნებართვით, რა თქმა უნდა, ან მეუღლის ნებართვით და თუმცა სასურველია სრულწლოვანების ასაკიდან ქორწინება. Arkadaşlarımız aklımızda zayıflayan tamaşaçımız sual verdi ki neçə yaşdan sonra insan nikaha girərlər? Hukukşünasımız buna cavablandırdı ki qanunla 18 yaşdan sonra insanlar nikaha girə bilərlər, amma qanunla həmçinin istisna hallar da var. Belə ki, valideynlərin icazəsi ilə 16 yaşdan da gənclər nikaha girə bilərlər. შეიძლება დავამატებდი, ძალიან მნიშვნელოვანი არის თავისთავად, რომ კანონი ქორწინებასთან დაკავშირებით ითვალისწინებს ასაკს, სურვილს, სრულწლოვანებას, მაგრამ ადამიანი არის თავისუფალი თავის არჩევაში. თუმცა ნაადრევი გათხოვება თავისთავად ძალიან ბევრ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ნაადრევი ოჯახის შექმნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას ქმნის. ჩვენი კანონმდებლობა და მიდგომა არის აბსოლუტურად დემოკრატიული და თავისუფალი. მაგრამ რჩევა და დარიგება ამასთან დაკავშირებით და არავითარ შემთხვევაში რომ ვაიძულოთ ქალი ოჯახიდან გამოვიდეს და არამედ ქალი დაცული იყოს ოჯახში, დაცული იყოს საზოგადოებაში, დაცული იყოს კანონმდებლობაში, დაცული იყოს მისი რეპროდუქციული ფუნქცია. ეს არის ჩვენი ამოცანა და არავითარ შემთხვევაში ჰარმონიის დარღვევა. სამწუხაროდ ჩვენ ხშირად ხვდებით რეგიონებში იმ ფაქტებს, როცა იძულებითი ქორწინებით თხოვდებიან პატარა ბავშვები, გოგონები ადრეულ ასაკში ქონია შემთხვევები, ანუ ფაქტები ვიცით, როცა 12 წლის ასაკშიც კი და ეს სამწუხაროა ნამდვილად ალბათ. Aklımızda tamaşaçımız özel grup nikahla bağlı sual vermiş. Neçə yaşdan yuxarı insan nikaha girə bilər və buna hüquqşünasımız cavab verdi ki 18 yaşdan yuxarı nikaha girə bilər insanlar, amma istisna halda var, 16 yaşdan da mümkündür. Xüsusən xanım isə bildirir ki, erkən evlilik qadınların deməli inkişaf etməmiş sağlamlığına, bədənlərinə ziyan gətirə bilər. Deməli hansısa bir problemlər yaşaya bilərlər. Ona Məsələn, görülür ki, qadınlar deməli, erkən yaşda nikaha girərlər. Aparıcımız sizə bildirir ki, bu fakt qeydə alınır ki, regionlarda, əsasən regionlarda valideynlər məcbur edirlər ki,
evladları erkekten yaşta